მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარისღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. გოგა პირველად მოხდა, როდესაც მე და შენ ცალ-ცალკე ვიყავით გასულები გადაღებაზე და სადღაც გული მწყდება კიდევაც რა, იმიტომ რომ დავისვენე, მადლენ. მე გული მწყდება რაზე იცი რომ კარგი ნადირობა გქონდა შენ ჩატარებული. სასიამოვნო საყურებელი გამოვიდა თვითონ ვიდეო, მაგრამ როგორც მაყურებელი ისე გიყურებდი რა ფაქტიურად და აბსოლუტურად არ მაქვს ინფორმაცია საერთოდ იქ შიდა სამზარეულოში რა ხდებოდა. 1-2 სიტყვით იქნებ მოგვაწოდო ეგ ინფორმაცია მეც და მაყურებელსაც. ჩვენ მაყურებელსაც. ბიჭო, თემა ნახე რა არის მალე რა რომ თვითონ ნადირობა როგორც ესეთი მეტნაკლებად მაყურებელმა იხილა და მე ამ თემას ძალიან ცლად ვეცდები შევეხო, რა პრობლემები გქონდა, რა პოზიტივი იყო, რა ნეგატივი იყო, რა როგორ და რანაირად. რახან ამას ბელორუსის განხილვა ქვია? დიახ. დარწმუნებული ვარ, რომ მაინც აინტერესებთ ტექნიკური დეტალებიც. ჩაფრენა, იარაღის წაღება, რა პრობლემები იყო აეროპორტში, რა როგორ და რანაირად. მიუხედავად იმისა, რომ მე და შენ ძალიან კარგი განხილვა გვაქვს გაკეთებული პირველ ჩვენ ჩაფრენაზე ბელორუსში. იქ სხვათა შორის ფასებზეც ვლაპარაკობდით. პრინციპში ყველაფერი არის და მოდი ესე ვთქვათ, არც არაფერი არ შეცვლილა. ფასები მეტნაკლებად იგივე არის. მე როგორ მახსოვს იცი გოგა თუ რამე მეშლება იქნებ დამიკორექტი რომ მახსენდება ესე რომ თითქოს საშუალო ფასი გამოდიოდა 1500 ევროს ფარგლებში სადღაც ხო თუ ეთქვი ხავე დაგიკორექტირებ სწორად გახსოვს უბრალოდ მანდ იყო ჩვენ კიდე ვინადირეთ როჭოზე და სოღოზე აქ ეხლა ახლა მხოლოდ ბატი იყო მარტივად შეგვიძლია მაყურებელს უთხრათ ვისაც ინფორმაცია აინტერესებს რა როგორ და რანაირად რომ ერთ ადამიანზე 3 სანადირო დღე ჩდება დაახლოებით 1100 евро. გამომდინარეობს იქიდან რა პერიოდში მიდიხართ, რამდენად ადრე იყიდეთ ბილეთი, მიგაქვთ თუ არა თქვენი თოფი და რამდენ ბაც მოინადირებთ. ბელორუსის ავიაკომპანიამ ბელავიამ ისევ შექმნა პრობლემები, როგორც შეგვიძლია მხოლოდ პოზიტივზე ვისაუბრო. არა, მე აი ჩემთვის ახლა საინტერესო რა მომენტები არის, ხო ხტები, აი რამდენად ბარიერების გადალახვა უწევს თუ არა საერთოდ მონადირეს. კარგი, მოდი ესე ვთქვათ, თვითონ ავიაკომპანიამ ვეღარ შეგვიქმნა ბოლომდე პრობლემები, იმიტომ რომ აი მესამეჯერ რო წავედით, გადაღეჭილი გვაქვს უკვე რა როგორ და რანაირად და წინასწარ ვიცით, სად უნდა მივიდეთ, რა თანხა უნდა გადავიხადოთ, რა პროცედურა უნდა ჩავატაროთ და ვინც არ იცით, მართლა გირჩევთ, რომ უყუროთ ჩემი და მანის განხილვას შარშანდელ ვიდეოს. ძალიან ბევრ ინფორმაციას მიიღებთ. ესეთი პრობლემა შეგვექმნა რა. ამას პირველები ფილმში ვლაპარაკობ. საზღვარზე რატი დოლიძე გააჩერეს. ჩვენი მოგზაურობა კურიოზით დაიწყო. მეც მამუკაც და კოტეც უპრობლემოდ მივედით საბაჟოზე, გავიარეთ საპასპორტო კონტროლი და რატი დოლიძე გაწიეს სიტყვის სრული მნიშვნელობით. ხო, ეგ მე მახსოვს სხვათა შორის ვიდეოდან რა და იხილა ჩვენმა მაყურებელმა ეგ კადრები. გვანერვიულეს, იმიტომ რომ მოდი ესე ვთქვათ რა, გარდა იმისა, რომ შეშინებულები არიან მართლა და ამოწმებენ და აქ და იქ, ნუ მესმის, კაი, მათი ქვეყნის პოლიტიკა არის და პრობლემა არის, მე არ მეხება, მაგრამ არ არიან კეთილგანწყობილები. ჩვენს მიმართ კი არა, ზოგადად რა, ანუ ზოგადად ჩამოსული ხალხის მიერ. ბიჭო, აი ნახე როგორი თემა არის მალე, მე ესე წარმომიდგენია, არ ვიცი, მაგრამ როდესაც მაგალითად ერთ-ერთ გაფრენაზე გერმანიაში ადამიანი, რომელსაც არ ვიცნობდი, აი ესევე საპასპორტო კონტროლიდან გაიყვანეს და მისმა მეგობარმა რო იკითხა, რომ სად არის, მიასწავლეს, რომ იცით, აი მოთახში წაიყვანეს, ნუ ღელავთ დაახლოებით 15-20 წუთი დაგჭირდება რაღაცას ანუ იგრძნობოდა, რომ გერმანიაში ხარ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი დამღვევი და არალეგალი შედის ევროპაში გერმანიიდან, ან მოკლედ. და აქ აყავთ ამოსულები, მათ შორის ქართველებიც. აქ აი ნიპალოჟენა ესეთი კომუნისტური მიდგომა, ხო იცი რომ მივედი ხო შევწუხდით რა თქმა უნდა. მივედით ვიკითხეთ ჯერ იმ საპასპორტო კონტროლზე. მერე მივადექი შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს რომ ეს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის უბრალოდ მოკლედ პასუხს არ გცემენ. ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, ну პრინციპში რაც აბდო კავშირის დროს იყო რა, რომ აი
მე მახსოვს ეგ დრო და ღმერთმა არც არასდროს არ დაგვიბრუნოს ეგ კი დრო. ბატონო. კარგი, მოდი ცოტა პოზიტივზე გადავიდეთ, ეგ გასაგებია რომ ნეგატიური რაღაცა ელემენტები იყო, მაგრამ გადალახვადი იყო ყველა ეს ელემენტი, მე როგორც კი, რა თქმა უნდა, არც არაფერი ისეთი გამოვიდა ეს რატიც, წავედით პოზიტივი ის იყო, რომ ახალ მეურნეობაში ვიყავით. ახალი გამოცდილება შევიძინეთ ყოველ ჩასვლაზე მე და შენ. დედაქალაქთან ახლოს იყო შედარებით? კი, ეს ვილეიკას წყალსაცავი და შესაბამისად ეს მეურნეობა არის დაახლოებით 1 საათი მინსკიდან. აჰა. ცოტა სხვა მიმართულებით ვიდრე ვიწევს კი ჩვენ რო ვიყავით, მაგრამ 1 საათის რადიუსში არის რა. ძალიან ლამაზი მეურნეობა იყო, ნანახი აქ ჩვენ მაყურებელს ეს კადრები. მეც მომეწონა. ძალიან ლამაზი კადრები გვაქვს, აი გადასარევი შემოფრენებია, გადასარევი აი ეს განწყობა, რომელიც თქვენ შექმენით ამ ვიდეოში, სასიამოვნო საყურებელი იყო ნამდვილად. თვითონ ბაზაც ძალიან მომეწონა, ანუ დიდი ბაზა არის, განსხვავებით წინა ორი სამონადირეო მეურნეობისგან, თვითონ ეს ბაზა უფრო დიდია, აი როგორ აგიხსნა. გახსოვს ჩვენ პირველად რო ვიყავით, საერთოდ ერთი სახლი იდგა ორსართულიანი, სადაც იყო იქ საშუალება რომ 7 კაცი მიეღოთ, მაგრამ ერთი სახლი იდგა და პატარა ეზო იყო, პატარა მდინარე, პატარა და ყველაფერი გოხდათ ლამაზად. როდესაც ლოსზე ვიყავით სანადიროდ, იქ უკვე უფრო დიდი ფართობი დაგხვდა, უფრო ბევრი მონადირეები ჩავედით, ინფრასტრუქტურა უფრო განვითარებული იყო და აქ საერთოდ რამოდენიმე 4 კოტეჯი იდგა, დამოუკიდებელი თითოეული ძალიან კეთილმოწყობილი და ბევრად უფრო მზად მეტი სტუმრის მისაღებად. შეიძლება ერთი ასე ვთქვათ ინფორმაცია შევავსოთ და მაყურებელს გავაგებინოთ, ეს იყო კერძო მეურნეობა, ეს იყო სახელმწიფო მეურნეობა თუ რა სიტუაცია იყო, მოკლედ აი ძალიან კიდევ ერთხელ გავუსვათ მაშინ ხაზი და აღვნიშნოთ, რომ ბელორუსში კერძო მეურნეობა როგორც ესეთი არ არსებობს, ყველა მეურნეობა არის აი ჩვენს ენაზე რო ვთქვათ დაახლოებით რაღაც სახელმწიფო სიპის დონეზე არის, რომელიც ექვემდებარება კონკრეტული რაიონის ამ ახოტავეცდვა სანადირო მეურნეობას. ხო, ანუ სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი მეურნეობები არის რა. ეს სისტემა აქვს დანერგილი და ძალიან განვითარებული აქვს ეს სისტემა. ჩვენ ეს ადრეც აღვნიშნეთ, რომ უამრავი არის ესეთი თუ არ ვცდები 150 იყო თუ 180 აღარ მახსოვს, მეც უნდა გადავხედო იმ პირველ ვიდეოს, ხო იცი შენ. დაყოფილი არის თუ არ ვცდები 180 რეგიონად ბელორუსი, სანადირო რეგიონად. ყველას აქვს ეს თავისი მეურნეობები და ორიენტირებულები არიან იქიდან გამომდინარე რა სანადირო ობიექტი ჭარბობს. მეურნეობა არის ამაზე ორიენტირებული. მე მახსოვს სანამ დავსხდებოდით ჩვენ და ამ გადაცემის ჩაწერას დავიწყებთ, შენ მე მითხარი ძალიან თვალში მომხვდაო ჩვეულებრივ ქალაქში სიარულის დროს ღობეებიც გიო რა. ანუ თითქოს ყველაფერი ისი აქვს სახელმწიფოს აწყობილი, რომ განიშნებს, რომ აქ სანადირო ქვეყანა არისო, ხო? მოდი მაშინ ეს ვქნათ, სანამ მე უშუალოდ დაუბრუნდები ნადირობის განხილვას, ცოტა ლირიული გადახვევასავით გავაკეთებ და ჩვენ მაყურებელს მინდა ვამცნო ესეთი რამ, რომ მინსკში რამოდენიმე წელია უკვე ფუნქციონირებს ქართული სახლი. ყოველ ჩასვლაზე ჩვენ ამ ქართულ სახლს სტუმრობდით და სულ მინდოდა რომ რაღაც პატარა სიუჟეტი გამეკეთებინა, რომ ჩვენი მაყურებლისთვის მიმოწოდებინა ეს ინფორმაცია ვერასოდეს ვერ მოახერხეთ და აი ამ წასვლაზე გამოფრენის დღეს მინსკში მოგვეცა ამის საშუალება და თქვენ ალბათ ახლა იხილავთ ამ კადრებს, ამ ქართული სახლის კადრებს და ძალიან საინტერესო ვიდეოს მე ესე მგონია, იმიტომ რომ რაღაც ქართული ამოგლეჯილი კუთხე არის ამ შუაგულ მინსკში. აი საქართველოში ხარ და გსიამოვნებს. მოგესალმებით. გახლავართ მინსკში. თქვენ ალბათ უკვე შეეჩვიეთ კიდეც რომ მე და მარლენი, როდესაც მოგზაურობთ, ცდილობთ მარტო ნადირობებით არ შემოვიფარგლოთ და თუ ხელგვეწიფება რაიმე გასართობი კულტურული ღონისძიება დაგანახოთ ჩვენთან ერთად. ეხლა ვიმყოფებით მინსკის ქართულ სახლში, Georgian House. ძალიან კარგი გარემო არის. ქართულად მოწყობილი, სულისკვეთებით.
ძალიან კარგი საწნახელი უდევთ, ღვინოზე არის აქცენტირება გაკეთებული თავისთავად, თონე არის შიგნით, ძალიან ბევრი თიხის, კერამიკის, ქართულთან ასოცირებული ნივთებით, დოქებით და ასე შემდეგ. თეკა გელბახიანი არის გოგონა, რომელიც მესვეული არის. ამ ყოველივესი ცდილობს როგორც შეუძლია ქართული კულტურა აზიაროს ბელორუსებს და არა მხოლოდ. საგულისხმო და საინტერესო ის არის, რომ ერთ-ერთ დარბაზში დაგვემთხვა გამოფენა და ჩვენება ელფიური ტყის ტანსაცმლის. ანუ თანამედროვე ახალგაზრდა დიზაინერი არის, რომელიც თავაზობს თავის მაყურებლებს ბუნებასთან ასოცირებულ ტანსაცმელს. რა ჩვენთვის პრინციპში ძალიან საინტერესო არის. შემომყევით, დავათვალიეროთ აქაურობა. რას ეტყვი ჩვენს მაყურებელს, სად ვართ, რა ხდება აქ საერთოდ და ორი სიტყვით გითხრა. პირველ რიგში მოგესალმებით ქართული სახლიდან ბელარუსიაში, მინსკში. სამშობლოსგან შორს რომ ხარ რა, რაღაცნაირად გენატრება, გული მიგიწევს და საქართველოს ხშირად ვერ ვსტუმრობთ სამწუხაროდ, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ აი ესეთი ლამაზი პატარა საქართველო გქონდეს მე მინსკში. შევთქვი, რომ პატარა საქართველო არის შექმნილი ძალიან აუთენტური, თავისი საწნახელით, თავისი უზარმაზარი ქვევრით და თონით. რომელიც არ ფუნქციონირებს სამწუხაროდ, მაგრამ გულს და თვალს ახარებს. რამდენი ხანია რაც ეს არის შექმნილი და რამდენი ხანია საერთოდ ფუნქციონირებს ქართული სახლი? დაახლოებით 5 წელია, რაც შეიქმნა. ანუ გადაწყვეტეს ქართველებმა და ბელარუსებმა, რომ ბელარუსიაში არის საჭირო ესეთი ქართული ვინოდეკა, სადაც იქნება წარდგენილი ქართული ღვინო, სხვადასხვა სახეობის ყურძნისგან მომზადებული და იგეგმებოდა გაკეთებულიყო რესტორანი, რომელიც სამწუხაროდ არ შედგა. ანუ სამწუხაროდ ჯობდა რომ რესტორანი ყოფილიყო? არ ვიცი რამდენად ჯობდა. მე მგონი რომ лучше снится в руках, чем журавли в небе. დღევანდელი კვერცხი ყოჩიმის პანელ ქართულს. თეკლა, რამდენად ხშირად სტუმრობენ ქართველები აქაურობას? აი სანამ დიასპორა იყო ქართული, ხო, უფრო ხშირად იყო ხოლმე ქართველების შეკრება, რაღაც დისკუსიები, საუბრები, ქართული, ასე ვთქვათ, წვეულებები, მაგრამ ეს რამოდენიმე 2-3 წელია, რაც ნაკლებად უფრო ქართველები. ამ ღვინოსთან ერთად აქ ძალიან საინტერესო ნახეს კულტურები და იუველირული ნამუშევრები. კი. აი სკულპტურები. კი, ეს არის წმინდა გიორგი. ეს არის თეთრი წმინდა გიორგი, საკმაოდ ორიგინალური ხედვა აქვს. კი. ავტორს მინდა გითხრა. და ეს სამკაულები სხვათა შორის მისია. ეს მშვილდისარში არის თუ ფრთები აქვს. ხო, ნუ რაღაცა ამდაგვარი თემატიკა არის, ფრიად ორიგინალური. ეს არის სამკაულები. ხალბატონის გაკეთებულია, ხო? კი, ბელარუსელი მხატვარია და იუველირია, რომელიც აკეთებს ლატუნი როგორ იქნება. აი ეს სკამები და ეს სცენა რას ემსახურება? ეს სკამები და ეს სცენა ემსახურება ლექციები გვაქვს კულტურის თაობაზე, მხატვრობის თაობაზე, ხელოვნების თაობაზე. ანუ ზოგადი ლექციებიც გაქვს და ასევე საქართველოს აცნობთ, როგორც ესეთი თქვენთან მოსულ. სამწუხაროდ ჯერჯერობით ვერ ვაცნობთ საქართველოს, მაგრამ ეხლა დავისახეთ ესეთი პროექტია. ანუ მოლაპარაკებები მიდის, არის პროფესიონალი ლექტორი, რომელსაც ჩემი ძალებით, დედაჩემის დახმარებით, ისტორიკოსების დახმარებით მინდა რომ საქართველოსზე გავაკეთოთ ერთი ლექცია კი არა, რამოდენიმე ლექციები და იყოს ეს ანუ ყოველთვიურად მაგალითად 2-ჯერ, 3-ჯერ რომ საქართველოს ბუნება, კულინარია, მხატვრობა, მონადირეები, რომლებიც ასე მახარებთ და მოდიხართ და აუ, სხვათა შორის ხალხო მონადირეებო და არა მარტო მონადირეებო, როდესაც იქნებით მინსკში, ჩვენი გადაცემიდან გაგებული თუ გექნებათ, რომ არსებობს მინსკში საქართველოს სახლი, აუცილებლად მოდით აქ და თქვენი
წილი, სითბო და ყურადღება გამოხატეთ რა, იმიტომ რომ ამ ხალხს ეს ნამდვილად ჭირდება. კი. ესეა ნამდვილად. მადლობა. კი. დიდი და აბა დროებით, გემშვიდობებით. ნახვამდის. რაც შეეხება მინსკში სეირნობას, ზუსტად იმ დღეს, როდესაც სეირნობდი, მობილურით მაქვს გადაღებული და რამ მიიქცია ყურადღება ხალხო, იცით რომ რამდენად განვითარებული არის ნადირობა და რამხელა შემოსავალი აქვს სახელმწიფოს ნადირობისგან, იმიტომ რომ ჯერ ერთი ხო ფაქტი არის, რომ რუსეთი, პოლონეთი, გერმანია ძალიან ბევრი უცხოელი ტურისტი და უცხოელი მონადირე გვხვდება, როდესაც ჩადიხარ ბელორუსში, სხვადასხვა მეურნეობებში, სხვადასხვა ობიექტზე ჩამოსული სანადიროდ და სახელმწიფოს იმდენად მაღალ დონეზე აქვს ეს აყვანილი, რომ როდესაც ქალაქში სეირნობ მინსკში და აი შეფუთული რო არის მშენებლობები. გინდა კორპუსის, გინდა მეტროსი, გინდა გზას არემონტებენ, მნიშვნელობა არ აქვს. უზარმაზარი ბანერებით არის შეფუთული, თუ რაც ქვია ღობეებით, სანადირო თემატიკით დატვირთული. გინდა არ გინდა თვალში გვხვდება ზუბრი, ლოსი, ირემი, ტახი, გელი, დათვი. ანუ გინდა არ გინდა ჩვეულებრივი ტურისტი რო ხარ, სანადირო თემატიკას აწყდები. აქ ქვეცნობია დონეზე ეს შენზე მოქმედებს და ინფორმაციას იღებ, რომ ამ ქვეყანაში შეგიძლია ამაზე ნადირობა რა. აი ამ დონეზე ყავთ ეს აყვანილი. ძალიან საინტერესო არის. მე არ მინდა რომ ეხა თემას ავწდეთ თვითონ სათაურიდან გამომდინარე ამ გადაცემისა და დაუბრუნდეთ მოდით თემას. ნადირობა იყო თქვენთან გუნდური, მაგრამ ეძლეოდა თუ არა იმის საშუალება თვითონ მეურნეობას, რომ ერთ სანადირო ლოკაციაზე ყოფილიყავით, გაყოფა ხო არ მოგიწიათ, როგორ იყო ეგ ამბავი? კარგი კითხვა არის. მოდი ესე ვთქვათ რა. საქართველოში მიჩვეულები ვართ ჩვენ გუნდურ ნადირობას. საერთოდ გვიყვარს ერთიანი გასვლები, მსვლელობები. აი როგორ აღიხსნა, რაც მეტნი ვართ უკეთესია არა, მაგრამ აი რაღაც სანადიროთ რომენი ხარ მეგობრებთან ერთად გინდა რომ შენ მეგობრებთან ერთად იყო რა. იქ როგორც წესი არის 3-4 კაცზე ორიენტირებული ნადირობა. ანუ როგორც ლიმიტირებული. ლიმიტირებული არ არის. როგორც წესი ორიენტირებული არის, ლიმიტირებული არ მეთქია. რო ჩამოდიან ეს სტუმრები სხვადასხვა ქვეყნებიდან, რა ალბათ ჩამოდის 2, 3, 4 მონადირე მაქსიმუმ. პირდაპირ ვთქვათ, მეურნეობები არ არიან მზად 4 მონადირეზე მეტი რომ მიიღონ. საინტერესოა. ბატზე ნადირობას გულისხმობ. რაც შეეხება ლოსზე ნადირობას, იქ სხვა სიტუაცია არის, იმიტომ რომ კოლექტიური ნადირობა არის და ნომრები დგება და აქ ჩვენ გადავაწყობთ იმ პრობლემას, რომ ქონდათ მხოლოდ ერთი საფარი, კარგი, მაღალი ხარისხის, კარგად შეფუთული ყველაფერი, მაგრამ ერთი სამკაციანი საფარი, სადაც 4 მონადირე ვიყავით განთავსებულები და ну, აპრიორში ესეც უკვე პრობლემა არის, იმიტომ რომ ყველამ ვიცით, როდესაც იღს ბაც, ანუ წყალმცურავს აერში ესვრი, მობილურობა გჭირდება იარაღთან მიმართებაში და აი ეგ ცოტა შეზღუდული არის ხოლმე. გიო გვეუბნებოდა ჩვენი ოპერატორი რა, დავით ანჯევა. რატო იყო შარში? როგორც კი ზედმეტად ინძრეოდა, ეგრევე იყო ალბათობა იმისი, რომ გამოჩნდებოდა და ბატი დაინახავდა და ამიტომ ვერ ინძრეოდა, ზედმეტად ჩამალული იყო ბუჩქში ეს კოსტუმი ეცვა, კომუფლირებული ადგილობრივი წარმოების, რომელიც მე ძალიან მომეწონა სხვათა შორის. კიკიმარა და მეორეს რა ერქვა, აღარ მახსოვს, ლეში. კიკიმარა და ლეში და პრობლემა ქონდა ამ კაც რაში, რომ მოდიოდა ბატების გუნდი და რომ უნდა გადაეღო კამერა რო აეწია, ბლიკი რო არ მიეცა ან კამერას ან რაღაცა რო არ აფჭყიალებულიყო, ვერ ინძრეოდა ზედმეტად, არა და კადრი უნდა გადაეღო. ელოდებოდა იძულებული იყო, რომ ისე წრე დაერტყათ ან ისეთი კუთხით, მოკლედ დავტანჯეთ ეს საწყალი რა. მაგრამ მაინც ძალიან იხილა ჩვენმა მაყურებელმა, ძალიან ლამაზი კადრები გადაიღო რა. და სანადირო თემატიკას რო დაუბრუნდე, მაინც მინდა რომ პრობლემებზე ვისაუბრო. შენ კითხვი რომ პრობლემები არ მინდა პოზიტივი მინდა, მაგრამ ახლა პრობლემების გარეშე არ ჩაულია სამწუხაროდ რა. ჩვენი პირველი შეცდომა, ასე ვთქვათ, შეცდომა იყო ის, რომ წავედით ჩვენი თოფების გარეშე, ესეც იქიდან გამომდინარე, რომ რამდენი თოფები წავედით, იმდენი საზღვარზე გახსოვს მალე ჩვენ როგორ გავაწამება იყო კი. ჩვენი მეგობრები, რაღაც საბუთი არ იყო სწორად, იქ ქსეროქსი გაუფიჭდათ, იქ ამას ეშინოდა. არა, ჩვენი საბუთები ყველაფერი სწორად იყო. ჩვენი სწორად იყო. იქ იყო ადგილობრივი, რა თქმა უნდა, ჩვენ მოწესრიგებული ხალხი ვართ ბატონო და იქ მაგარი დომხალიზაცია არის მაგ მხრივ.
და მაგით შეშინებულები აღარ წახვედით თოფებით და საბოლოო ჯამში რა შედეგი მიიღეთ? საბოლოო ჯამში თავები ვიწყებთ. Работай. ვაფშე ვერ ვისროლე გამეჭედა ხელში ამით დავატირე. ვახშენი. ვაიმე კიდე გამიჭედა. ამ დედ პირველივე დღეს შეემჩნა თოფებს რომ არ იყო ის რაც ჩვენ გვეგონა და გვინდოდა რომ ყოფილიყო და ნადირობებში საერთოდ გაგვაგიჟა პრაქტიკულად ყოველი გასროლის ანუ ყოველ პირველ გასროლაზე თუ არა ანუ რო გაისროდი თუ ეგრევე არ გაჭედავდა მეორეზე ჭედავდა ყველა ვარიანტი კი ჩანს ეს ყველაფერი ვიდეოში მაგრამ ბევრჯერ თან მაგრამ დარწმუნებული ვარ ჩვენ ხო ახლა მაგას სულ არ გავუშვებთ მეგობრებო ალბათ თქვენც ხვდებით ხო ამას და გვიწევდა ამოჭრა რომ რამდენჯერ უნდა აჩვენო ხო ეს პრობლემა სიტყვაზე n რაოდენობით იყო ეს პრობლემა და ყველა გასროლაზე რა რამოდენიმეჯერ აი იმსთან დროს გაგიჭედა ანუ მოკლედ კიდე ერთი პრობლემა იყო რა პირველივე დღეს რამოდენიმეჯერ რო ვისროლეთ და რატი დოლიძე მეუბნება რომ ბიჭო არ ისროლეო და რატო მეუთხარი რატი მეთქი ჩოქს დახედეო და ჩოქს უჭერდით თითებთ ყოველი 3-4 გასროლ დედას გეფიცები ყოველი 3-4 გასროლის შემდეგ საერთოდ დავიწყოთ იქიდან რომ ერთი ჩოკით ვიყავით ანუ სრული ჩოკით ერთჭრილიანით დიახ და არა გქონდა საშუალება რომ მაგალითად შეგეცვალა ხო? არა, სამწუხაროდ არა და თითით უჭერდით ხოლმე ეს 20 თეთრიანიც არ გვედო ჯიბეში რომ გადაგვეჭირა. ანუ მზად არ იყო თვითონ მეურნეობა მისაღებად მონადირეების მაგის ეგრე გამოდის, ანუ იცი რის დაბეჭდილება მრჩება რომ ეს უცხოელი მონადირეები ყველა ჩამოდის თავისთავად, თუმცა ყველა ჩვენზე ჭკვიანი არის, გაიგერაშია საქმე და ალბათ იციან და უღირთ რომ ჩავიდნენ თავიანთი თოფებით რა. აი ეგ თემა იყო. ესე იგი მაგ გასათვალისწინებელი იქნება და ალბათ ჩვენც მომავალში უნდა გავითვალისწინოთ ან საერთოდ აღარ უნდა წავიდეთ ან თუ წავალთ მაშინ უკვე ჩვენი თოფებით რა გააჩნია ალბათ რაზე ხარ სანდუთ ხა ლოსზე რო ვიყავით ის 27 მეჭირა რა და მე ვთვლი რომ ხა თემატურად ძალიან მობერებული თოფი არის და ისედაც რა ვიცი ბევრი მოყვარული ყავს ის 27 მე მაპატიეთ მაგრამ ვერ ვწყინავს ჩემი სუბიექტური აზრია რა მაგრამ ლოს ეყო иж 18 მეკავა მე ხო ისეთი უცნაური თოფი იყო რა ვიცი თუ გახსოვთ მეგობრებო კარგად გემრიელად მანერვიულა პირველი მორტყმა და მე რო ეძებ რომ აბა რა ვქნა ეხა ამოსაღებია ჩასადებია მოკლედ მე მაინც მგონია რომ ჩვენი იარაღებით უნდა ვიაროთ ხო ალბათ უფრო კომფორტული ვარიანტი არის და ყოველ შემთხვევაში მარტო იარაღებსაც არ დავაბრალებ მე ვიტყვი იმას რომ პირველ დღეს ნერვიულობაც ხო აი მაგასწრები რა ჩავედით სამი სანადირო დღე გქონდა აღებული პირველ დღეს მოხდა ესეთი რამ რომ პრაქტიკულად ბატი ვერ დავინახეთ ბატის მოძრაობა არ შეინიშნებოდა და მეტნაკლებად მშვიდად ვიყავით ესეთი მსუბუქი ნერვიულობით რომ ხვალინდელი დღეც ხომ ჩვენია ზეგინდელიც მეორე დღეს მოხდა სამი სანადირო დღე იყო კი მეორე დღეს მოხდა ის ფაქტი რომ ბატი იყო უამრავი მაგრამ დაფრინავდა რასაც ჩვენ საზენიტო სიმაღლეს ვეძახით სტრატოსფეროში ეს არ იყო მაღალზე გამოფრენილი ის ბატი რომელიც უბრალოდ მაღალზე დაფრინავს და აკვირდება მინდორს არ დაждდეს ეს იყო გუნდებად შეკრული აი გადამფრენ გუნდებად შეკრული დიდი ბატი და ამან ძალიან მიზანი აქვს უკვე რომ უნდა წავიდეს სადღაც აწერტილიდან ბეწერტილზე და ამან ძალიან დაგძაბა და ჩვენთან ერთად ჩვენი ეგერები დაიძაბნენ ძალიან ნადირობა რომ მორჩა და პრაქტიკულად ხა 4 ბატი მოვინადირეთ მაგ ნადირობაზე იმიტომ რომ არ მოგვეცა მეტი სროლის საშუალება ასე ვთქვათ ფიზიკურად ხო ფიზიკურად და რომ გადარეკეს გადმორეკეს სამ მეურნეობაში დარეკეს და სამ მეურნეობაში 5 ჯგუფი ნადირობდა რა ყველა ეგერებმა იგივე თქვეს აბსოლუტურად რომ აი 2-3 აი ესეთი შედეგები თვართო ბატი არ ჯდება ანუ არც ფიქრობს რომ დაჯდეს ის კი არა რომ
არ ჯდება ან რაღაცა ამდაგვარი მაღლა დაფრინავენ. ბოდიში სიტყვა არ დაივიწყო, მე მახსენდება ჩვენი შაშანდელი ნადირობა ბატზე, მაშინ ჩვენ მქონდა მიზეზი, რატომაც ხელი შეგვეშალა პირველ დღეს ნადირობაზე, იმიტომ რომ კვეთრი ცვალებადობა ძალიან ამბობს. 3 დღის განმავლობაში ისე განვითარდა ტემპერატურული ცვალებადობა, რომ მოკლე სახელოებიანიდან გადავედით მომენტალურად რაღაცა 25 გრადუსიანი სხვაობა იყო ერთ დღეში რა და ანუ კატასტროფა იყო. აქაც აირია ამინდის. აი აქ რა მოხდა? აქ მოხდა ის, რომ პირველ დღეს იყო ძალიან მზიანი და წყნარი და მშვიდი ამინდა, ისეთ ცოლსულს რომ ტყეში გაიყვანდა, მწვადებს შეუწვაო. მეორე დღეს იყო მე რომ მკითხო კარგი სანადირო ამინდით, იმიტომ რომ იყო მოღრუბლული, იყო ცოტა ქარი, ჟინჟლა, ანუ კარგი სანადირო პირობები იყო, ყველაფერი იყო ჩემი გათვლით იდეალურთან ახლოს ყოფი, გარდა იმისა, რომ ბადი დაფრინავდა სასწაულ სიმაღლეზე და ახსნეს ერთადერთი ახსნა, რაც მოუძებნეს აი ამ კონსილიუმის შემდეგ, რომელიც ჩაატარეს, რომ ეს დიდი წილი ბატის, რომელიც შემოფრენილი იყო, გადადის სხვა ადგილზე და აი ამ ინფორმაციამ დამბრიდა, ესე რომ ვთქვათ რა, ახლა როგორი არის ჩასული ხარ, ხარჯი გაწეულია, პირველ დღეს ვერ ინადირე, მეორე დღეს ხედავ ეს ბატი როგორ მიფრინავს და ერთი სანადირო დღე რჩება და ნუ მოკლედ, მაგრამ გაგვიმართლა. მესამე დღეს გაგვიმართლა, მესამე დღეს ან იგივე ბატი იყო, ან ესენი ამბობენ, რომ შემოსული ბატი იყო. ნუ მაგას ახლა დარწმუნებით ვერავინ ვერ იტყვის, მხოლოდ და მხოლოდ ვარაუდის დონეზე შეგიძლია კაცმა ივარაუდო. მოკლედ ფაქტი არის, რომ ბატი იყო. შეიძლება ერთი ბოდიში მოგიხადო, უნდა შეგაწყვეტინო. მე მახსენდება თქვენ ნადირობდით 32 გრამებით. აუ, რა კარგი ბიჭი ხარ, რო გამახსენე. ეგ იყო კიდე ცალკე ჩვენი პრობლემა რა, იმიტომ რომ მოგცეს ტყვიები, იყო პირველი 2-3 ნომერი ტყვიები, ნოლებიც იყო ძალიან ცოტა. ერთადერთი კოლოფი იყო 36 გრამიანი და დანარჩენი იყო 32 გრამიანი ტყვიები. მეგობრებო, პირდაპირ მოდი ხაზი გავუსვათ, რომ ბატზე ზოგადად არ ნადირობენ ასეთი დაბალი გრამაჟობით, იმიტომ რომ შედეგი, როგორც წესი, გამოდის ისეთი, როგორც თქვენ ამ ვიდეოში იხილეთ. მე დაწუნებული ვარ, რომ მაყურებლის დაკვირვებული თვალი ამას ნახავ და ძალიან ბევრი ყავდა დაჭრილი პადრანაკ, რასაც ვეძახით რა, რუსული ტერმინი არის, მაგრამ ნუ ხშირად ხმარობთ ხოლმე მონადირეები, ძალიან შორს ვარდებოდა. ანუ რო ვესროდით და რო გვიკვირდა რომ რა შვება და აი რო უყურებ რომ სადღაც მე 400-500 მეტრში ვარდებოდა. ჩვენი იეგერი ძაღთან ერთად წავიდა, აი ტყვილი კაცი აღარ ჩანდა ძმაო, 500 მეტრზე იქითკენ წავიდა, იმიტომ რომ უბრალოდ ყველამ დავინახეთ რომ ჩამოვა, იფრინა და ჩამოვარდა რა და ხო არ დავკარგავდით. და არ დაიზარა იმ კაცმა თავის თავად, ადგა, რა ვიცი, ალბათ ტყვილი რო არ გამომიდეს, ერთი 25 წუთი დაჭირდა, სანამ წავიდა და მოვიდა რა, ძაღთან ერთად. მე მომიწია ნუ აი მინიმუმ 200-250 მეტრზე გასვლა. იმიტომ რომ მივაყარეთ, ბატი წავიდა, ესე უყურებდით და ნუ დავინახეთ, რომ ერთი ჩამოვარდა და მეორეც აი ესე დაეშვა და ნუ იძულებული ხარ წახვიდე. ცუდი რა არის, იცით? სანადირო დრო ყველაზე ასე ვთქვათ აქტიური იწყება 7 საათის შემდეგ და გრძელდება მაქსიმუმ 10 საათამდე. აქტიური სანადირო დრო, როდესაც კარგი შემოფრენები არის. წარმოიდგინე ხა ამ დღეების ნანერვიულები, ღამენათევი, თოფი არ გივარგა, ბატი არ არის რაღაცა და უცებ ბატი იჩთება, რაღაცა ადრენალინის მოზღვავება, ესვრი გიჭედავს, აცილებ, იმიტომ რომ დახამებული ხარ ამბაც, რომ რაღაცა გინდა რომ პლუს შოკირებული ხარ. ხო, შოკირებული ხარ და თან უნდა მოინადირო რა, ისეთი თემა არის. გაიგე, აი წყნარად რო ყოფილიყავი და რელაქსზე, ბევრად უფრო დიდ შედეგს დავდებდით, მე ესე მგონია და ამ დროს ხედავ რომ არ ტყამდა სადღაც შორს ვარდება და სანამ შენ მიდიხარ და მოდიხარ რატო აუჩნებ რომ კიდე სხვა დანარჩენსაც ხო ბიჭო ანუ თემა ნახე რა არის სანამ მე წავედი ეს 200 მეტრი გავიარე ერთი ბატი მონახე მეორე დაჭრილი იყო დამჭირდა იმაზე დამატება სანამ ისავიყვანე სანამ მოვედი ერთი 15 წუთი მინიმუმ გავიდა რა გაიგე და ამ 15 წუთში ერთი სამმა გუნდმა ბიჭებმა ვერ ესროლეს აი ვითომ არაფერი, მაგრამ ამას ყველაფერს მნიშვნელობა აქვს რა. შარშანდელ ჩვენ ნადირობაზე მე მახსოვს ეგერმა გვითხრა 12 საათი გახდა მორჩაო ნადირობაო. აქ რა ვარიანტი იყო? იგივე აბსოლუტურად კანონმდებლობა არ შეცვლა.
ანუ თქვენ ესე იგი გქონდათ ფაქტიურად შეზღუდული დრო ნადირობისათვის. მოდი პირდაპირ გეტყვი რა 3 საათი არის მაქსიმუმ ნოყიერი ნადირობა ბელორუსში, რასაც ქვია რა. იმიტომ რომ მე მეგონა რომ რიჟრასთან ერთად დაიწყებდა ფრენას, როგორც იღზევართ შეჩოულები ყველანი. მაგრამ ბატი ცოტა სხვანაირად იქცევა, ბატი რიჟრასზე არ შემოდის, ბატი შემოდის უკვე კარგ გათენებულს. ანუ სადღაც 7 საათისთვის, მას შემდეგ კანტი კუნტად მანამდე შემოდის, ანუ რატომ მივდივართ და რატო ვიკლავთ თავს რა. რომ თქვა 6-ის ნახევარზე უკვე განათებული არის, კარგად და 7 საათამდე საათნახევარია ხო ვითომ არაფერი, მაგრამ შეიძლება შემოფრინდეს ან ერთი გუნდი, ან ერთი ცალი, ან ორი ცალი და მე რომ მკითხო გუნდის შემოფრენას შეიძლება ესეც კი ჯობდეს რა, როდესაც შემოდის. შეგიძლია ეგეც მოდი დავანახოთ, ახლა ჩვენ დამწყები მონადირეებიც ყავს, ხო? რომლებმაც მაგალითად შეიძლება არ იცოდნენ ის, რომ ცალად როცა მოფრინავს გაცილებით უფრო ადვილია, ხო, მორტყმა. არ გეფანტება ყურადღება, ანუ თემა ნახე რა არის, პირველს კი იღებ თქვა მიზანში რომელიღაცას ამოიღებ და იმას ესვრი, მაგრამ გუნდი იმდენად ჩქარა იცვლის ტრაექტორიას გასროლის შემდეგ, რომ მე უკვე ცოტა რთული არის გაყოლება. მინდოდა დამეფიქსირებინა ერთი ძალიან საინტერესო ამბავი, კვლევა მაჩვენა რა, რომ მტაცებელი ფრინველი არ ეტანება გუნდს, იმიტომ რომ თურმე იბნევა. ანუ ვერ ახერხებს და ცდილობს აი ცალკე გამორჩეულ ფრინველს გაეკიდოს და ანალოგიური მომენტია იდეაში ისიც ნადირობს ჩვენს ნადირობთ და ყოველთვის გვირჩევნია ესე ცალკე გამოსული ავირჩიოთ ხოლმე ალბათ. მან შეიძლება სხვა ინსტინქტიც იყოს ჩართული რომ ცალკე რო არის და გუნდს ჩამორჩენილი რაღაცა უჭირს. ადვილი ასაყვანია ან რაღაცა აწუხებს და უფრო მარტივი მოსანადირებელი არის. ამიტომ ხო, ნუ ჩვენც და ისიც მონადირეები ვართ, ამიტომ ერთ ინსტინქტს ვემორჩილებით რა, როგორც მტაცებელი. გოგა, იმ დროს, როდესაც შენ იყავი ბელარუსში, მე ჩვენს მეგობრებთან ერთად ვიყავი ესპანეთში და მთელი ფიქრით შენსკენ ვიყავი რა და სიმართლე უნდა ითქვას, მაკლდი, იმიტომ რომ მე მაინც აი გონებრივად, ხო, ნადირობაზე ორიენტირებული ვიყავი, თუმცა ძალიან მაგარი სანახაობებიც ვიხილე და ამას ჩვენი მეგობრები მერე იხილავენ უკვე, მე მგონი ამ პარასკევს. ამ პარასკევს სავარაუდოდ, იმიტომ რომ რაღა დაგიმალოთ და დღეს მეც გადავავლე თვალი და ძალიან მომეწონა ძალიან კარგად გაკეთებული, დამუშავებული, საინტერესო სანახავი ვიდეო არის, რომელსაც შემოგთავაზებთ ძალიან მალე. ხო, მოკლედ ეს ლირიული გადახვევა, ასე რომ ვთქვა, ხო და დაუბრუნდეთ მოდი თემას. ფინალს კი ხო არ გავიყვანოთ ჩვენი საუბარი, რაღაცა თითქოს ზოგადი მონახაზი გაკეთებული არის, ხომ არაფერი დაგჭა რამეზე, ასე ვთქვა, საქმელი. ფინალისკენ გასაყვანად შემიძლია გითხრა ესეთი რამე, რომ კიდე ტექნიკურ საკითხებზე რომ ვისაუბროთ, როდესაც ჩვენ თოფები დავტესტებთ, მქონდა ამისი საშუალება, რომ დღე გავედით და ვისროლეთ. აი იმ გასროლიდანვე პირველივე დღეს ძალიან ისე მოზომილად ვამბობ პრინციპში, მანქანაში, როდესაც ვისხედით, რომ აჯახით ნამუშევარია ეს თოფები მეთქი რა, პირველივე დღეს მიზანიდან დაახლოებით 20 სანტიმეტრში ქონდა მარცხნივ გაკეთებული ჯგუფი. მაგრამ ნუ ვიფიქრე რომ აი ხო ვიცი მეთქი და ესე ვისვრე მეთქი რა და ხო კიდე სამიზნე ქონდა ანუ ხო აქ წითელი მუშკა ქართულად როგორ არის ხო კორა სამიზნე კორა აი სამიზნე კორა ქონდა აი როგორ ვიცი აი თვალი კაცი რო გადაიხრება რომელიღაცა მხარეს აი იქიდან ვითომ არაფერი მარლენ მაგრამ აი ყველა ესეთი დეტალები და ნიუანსები, პატარა დეტალი ესეთი თემა არის რა. ეს ნიუანსები ქმნის საბოლოო ჯამში განწყობას რა, მონადირის განწყობას, რომ იცი რომ არასწორი იარაღი გიკავია. არა ისეთი სასურველი, ასე რომ ვთქვათ, ხო? არა სასურველი ვაზნა. არა სასურველი გარემო შეიქმნა, რომ ნუ იხვი არ არის, ის იხვი რა არის, კარგად იყოს და ბატი არ არის, ერთი დღე, მეორე დღე, ნუ ბევრი ისეთი თემატიკა იყო, რომელიც ხელში ამიშალა, მაგრამ მაზეზე რა. ეხლა მოდი პირდაპირ ვთქვათ, მე არ მიყვარს ხოლმე რამის დაფარვა რა. იყო გამაზვები. უბრალოდ სნი, ასე ვთქვათ, რამ გამოიწვია დიდწილად ეს აცილებები. დიახ, რომ მე მომავალში ესეთი რამე არ იყოს და ვეცადოთ რომ უფრო წარმატებული იყოს ნადირობა. ისე ყველას გირჩევთ ხალხო, ზოგადად ვაკეთოთ ხოლმე საღი ანალიტიკა ჩვენი გასროლებისა რა. გოგა, მე მინდა კიდევ ესეთი
რამ ვთქვა, აბა ბძანა. ჩვენთან ერთად იყო ჩვენი გამომწერი არხის. იყო. ხო? რომელიც ადამიანი გვიყურებს ძალიან დიდი ესეთი მონდომებით, რომელმაც მოახერხა ჩვენამდე მოსვლა და კომუნიკაცია, ასე ვთქვათ, ბატონი კონსტანტინე, მოვიკითხავ აქედან. რამდენად კმაყოფილი დარჩა ეს ადამიანი ამ კონკრეტული ტურით? მოდი ესე გეტყვი, ტურით ზოგადად რა თქმა უნდა კმაყოფილი დარჩა, იმიტომ რომ ყველანი ერთად ვიყავით, ძალიან კარგი დრო გავატარეთ ერთად და ნადირობითაც პრინციპში უკმაყოფილი არ დარჩა, იმიტომ რომ ბოლო დღე მეტნაკლებად ეს ყველაფერი გამოასწორა, მაგრამ ზოგადად მოდი ესე გეტყვი, თითოეულ ჩვენთანაც უფრო მეტი მოლოდინი გქონდა და რეალურადაც მაგალითად ჩვენ რო ჩავსულიყავით, აი ღრმად მჯერა მე რომ ან 3 დღით ადრე, ან 3 დღით გვიან და ეს ჩვენი სანადირო დღეები არ დამთხოვდა აი ამ გადაფრენებს და გადმოფრენებს და რაღაც აურზაურს ბევრად უფრო კარგ შედეგს წამოვიღებდით ველოსიპედით. შემოგევლეთ, ძალიან დიდი მადლობა ამ საუბრისათვის. ეს საუბარი ძალიან კარგ გამოცდილებას მისცემს ჩვენს მაყურებლებს და შემაჯამებლად მოდი 1-2 სიტყვით ურჩიე ჩვენს მაყურებელს, როგორ შეიძლება მოხდეს ბელარუსში. ძალიან მარტივი თემა არის შემდეგი გზა. მოგწერეთ, გკითხეთ, დაგვიკავშირდით, მეც და მარლინიც არ დაგზარდებით და შევეცდებით რომ ყველაფერზე პასუხი გაგცეთ. აქვე შემიძლია გითხრათ, რომ არის ესეთი პიროვნება მამუკა შილაკაძე, ვიდეოშიც ვამბობ, ამ ადამიანმა დააორგანიზა ეს ჩვენი გასვლა და შეგიძლიათ ბატონ მამუკასაც შეეხმიანოთ. შეეხმიანოთ, ხო და მასთან გაიაროთ ეს კონსულტაციები. მამუკა არის ადამიანი, რომელსაც იეგერის სტატუსი აქვს იქ, ანუ მონადირის სტატუსი აქვს, დამთავრებული აქვს, განათლება აქვს მიღებული ბელორუსში. მონადირეთ არა რა ქვია? მონადირეთ მცოდნე. ნადირობად მცოდნე. ნადირობად მცოდნე არის და ძალიან ბევრ მეურნეობასთან აქვს ურთიერთობა და იქიდან გამომდინარე რა ობიექტზე გნებავთ. ნადირობა შეგიძლიათ მიმართოთ მამუკას, შეგიძლიათ მოგმართოთ ჩვენ და ჩვენი მხრიდან არ დაგზარდებით ბატონებო. ძალიან დიდი მადლობა იმისაც რომ გვიყურებდით მეგობრებო. არ დაგავიწყდეთ რომ არხი საინტერესო არის და გამოწერა ჭირდება. მე ვიცი რომ მეილები ზოგს არ აქვს Gmail-ი, იქონიათ Gmail-ი, წინააღმდეგ შემთხვევაში ხელი შეგეშლებათ არხის გამოწერაში. კარგად იყავით, მადლობა. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარიზღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება.